გამარჯობა, ადამიანის ფსიქოლოგით დაინტერესებულებო. მინდა ძალიან საინტერესო და გახმაურებული ამბავი მოგიყვეთ, რომელიც გერმანიაში ბოლო წლებში როგორც განუმეორებლად ხმაურიანი და შოკის მომგვრელ იუსტიციურ სკანდალად არის დახასიათებული. მოგიყვებით ჯერ ისტორიას. ჟოზეფინეს ამბობენ აქ ცხოვრობს ერთ ლამაზ ქალაქში გოსლა, რომელიცშიც მე თვითონ ნამყოფი ვარ და ნამდვილად არის ძალიან ლამაზი პატარა ქალაქი. ის გაზრდილი არის იმ ლანჩი, ის არის ერთადერთი შვილი თავის დედის და მამინაცვლის, ყავს მისი ასე ვთქვათ ბიოლოგიური მამა, რომელსაც დედა გაეყარა და შემდეგ ყავდა მეუღლე, რომლის გვარის აღებას თვითონ ამ გოგონას უნდოდა, იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან და მას ახასიათებდა როგორც მსოფლიოში ყველაზე კარგ მამად. მოკლედ, ჟოზეფინა უჩივლა მშობლებს და რეალობა იყო ასეთი, რომ მისი პრეტენზიები იყო შემდეგი, რომ მშობლები მას ბავშვობიდანვე და შემდგომაც მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ, რომ მას აწამებდნენ, რომ მას სთავაზობდნენ სხვადასხვა არის ასეთი სამწუხაროდ ასეთი გვერდები და მას პროსტიტუციას აიძულებდნენ ძალიან მძიმე ბრალდებებით და ის ამტკიცებდა, რომ არათუ ეს იყო მის ბავშვობაში, არამედ ეს პროცესი გაგრძელდა უფრო მეტი, წრეები უფრო გაფართოვდა და მას ჰქონდა ყველა თუ არა, რიგი მტკიცებულობები, მაგალითად, ერთ-ერთი მტკიცებულობა იყო, რომ რომელიღაც ასეთ გვერდზე, რომ სთავაზობენ, რასაკვირველია ხდებოდა ანონიმური სახელით შეთავაზებას, სთავაზობდნენ ვიღაცას, რომელსაც მისი დახასიათება ჰქონდა, შეესაბამებოდა. და მშობლები პირველ ინსტანციაში გასამართლდნენ, მათ, იცით, ასე კი არ დაიბარეს პოლიციაში, ღამე პოლიცია სახლში მიუვარდა, ისინი დააპატიმრეს ისე, რომ მათ ყველაფერი ეს თავისი ცხოვრება, რაც ჰქონდათ, ხომ შეიძლება მოემზადო რასაკვირველია, როცა ბენა დაქირავებული გაქვს და იცი, რომ რაღაც პროცესი გელოდება. ესე იგი, ეს მოხდა მათთვის ისე მოულოდნელად და მათ არ მისცეს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებაც, მოკლედ ისინი იყვნენ მთელი გერმანიის მასშტაბით საძულველი პიროვნებები. ისინი გაასამართლეს 13.5 წელი დედა და 9.5 წელიწადი მამინაცვალი და ისინი ციხეში, ასე თქვენ იცით, რომ ამ განაჩენით გასამართლებული ციხის იერარქიაში ყველაზე დაბლა არის და მათ არ მისცეს ასევე ციხეში ერთმანეთთან კომუნიკაცია. დედა გარდაეცვალა და არ მისცეს უფლება, რომ ვთქვათ, დაცვის ქვეშ დამშტობებოდა. მამანაცვალს ასევე იმ პერიოდში მამა გარდაეცვალა ციხეში ყოფნის პერიოდში. ერთი სიტყვით, ამ ადამიანებმა იგრძნეს საზოგადოების და კანონის მთელი სიმკაცრე ამ საშინელი დანაშაულისათვის, რომლებიც მათ როგორც გამოძიებამ დაადგინა, ჩაედინეს. და იცით, ეხლა მოდით რამდენიმე 2 წლის შემდეგ კი მოხდა შემდეგი. გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ მათ ეს განაჩენი გააუქმა და როგორც აღმოჩნდა, მშობლები იყვნენ უდანაშაულოდ ციხეში. და ეს როგორ არის შესაძლებელი? მინდა რომ
თქვენ ვინც ინტერესდებით ადამიანის ფსიქოლოგიით, მე ამხელა ამბიდან, რომელზეც ტომებია და რომელიც მთელ ქვეყანას, ესე ვთქვათ, აზანზარებდა, აქედან აი ამ მოკლედ ფიქრობ, რომ 15-20 წუთის ფარგლებში აი ეს ამბავი ჩავატიო, ამიტომაც იქნება არასრული, ვისაც გერმანული ენა ხელეწიფება, არის პოდკასტები იმ ჟურნალისტებისა, რომლებმაც ეს ყველაფერი დაიჯერეს, რომლებიც იყვნენ რასაკვირველია მსხვერპლის მხარეს, რომლებმაც აი ეს ყველაფერს მისდიეს და ბოლოს თავის თავს ჩაეკეთნა, როგორ შეიძლებოდა რომ მე აი ერთ მხარეს ასე დგარიყავი და აი ესეთი YouTube-ზეც არის გადაცემა და 4 პოდკასტი ადგილობრივი გაზეთის შემიძლია თუ თქვენ ვერ მოიძიებთ, ვისაც ენა ხელგეწიფებათ, მე თუ დამიწერთ, შემიძლია რომ ბმული, მე მგონია რომ ბმულის დადება შემეძლება კომენტარში ან პირადში გამოგიგზავნით. რადგან მე მაშინ ეს ამბავი ძალიან სხვა ამბებით ვიყავი დაკავებული, ნაკლებად მეცალა, არც მინდოდა აი ამ ნეგატიურ ამბავზე ჩაწერა, რისთვის ბევრი რამ ცუდი ხდება და სხვათა შორის ჩემთვის რასაკვირველია, ბოლო წლებში ძალიან ბევრი ფაქტით გახდა ცნობილი თუ რამდენად რთულია, რამდენად არაპროგნოზირებადია ადამიანის ფსიქოლოგია. და ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი, აი ბოლო დღეებში მე და ჩემო მეუღლე ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, იმ პოდკასტს წყნარად მოусმინე რაღაც რუტინული სამუშაოს ჩატარების დროს და გადავწყვიტე რომ თქვენთვისაც მომეხსენებინა. ამ გოგონას ცხოვრება იყო ასეთი და რასაკვირველია, ჩემი ინტერესი იყო, როგორი ბავშვობა ჰქონდა. ბავშვობაში მისი ბიოლოგიური მამა, ანუ დაქორწინებულები არიან მშობლები, მამას აქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულება. და როცა სვამს, აქვს რთული სიმთვრალე და ამ რთულ სიმთვრალეში თურმე ყოფილა ასეთი ფრაზებიც, რომ ეს შეიძლება ჩემი შვილი არ არის და აი ასეთი, მაგრამ არა ისეთი პათოლოგიური, რომ თქვათ იუგენდამტი, აქ ახალგაზრდების და ბავშვების ორგანიზაცია, სახელმწიფო ორგანიზაცია ჩარეულიყო და დედამაც დაცლიდა ამ თავის მამას და სულ სხვანაირ წყნარ სიტუაციაში, როგორც ნათესავები ამბობენ, როგორც მოწმეები ადასტურებენ, მოუწია ამ გოგონას ცხოვრება. მე თქვენ ადრე ვიდეო ჩაგიწერეთ ახალ ბავშვობის და შემდეგ გარდატეხის ასაკში და შემდგომ ახალგაზრდობის ასაკში გამოვლენილ პიროვნული განვითარების დარღვევებს. აი გნებავთ ამ ვიდეოსაც დავდებ კომენტარში. ჩვენი არქეტიპული განვითარება არ არის სუფთა ქაღალდი, არამედ ჩვენ შეიძლება ძალიან დატვირთულები მოვიდეთ ამ დედამიწაზე და პლუს დაემატოს ბავშვობის რიგი ტრამვებიც, რამაც ან ბავშვობაში არახელსაყრელი გარემოება ამ ჩვენი არსებული არქეტიპისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომ აი ამ პიროვნული განვითარების დარღვევა. მოკლედ ამ გოგონას როგორც ჩანს, უჩანს რიგი რაღაცები, რომლებიცაც ძალიან ხშირად გარშემო სამყარო აღიქვამს, აი ასეთი ხასიათი აქვს, ეს გარდატეხის ასაკშია, რადგან დედას მხარში დაუდგა მხოლოდ ახლო ნათესავები, რომლებიც ოჯახს იცნობდნენ და მშობლებს და დანარჩენებმა კი ისინი გარიყეს და ისინი იზოლირებულები იყვნენ, მათ დაკარგეს არა მარტო ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ, იმიტომ ბინა ქირას თუ არ გადაიხდი, ბინას კარგავდა, ის თავისი ნივთებით ასე დაიკარგა ყველაფერი, მათი წინა ცხოვრება. მათ დაკარგეს ადამიანები, მათ დაკარგეს ახლობლები, რადგან სასამართლო როცა გამოგიტანს განაჩენს გერმანიაში და ამდენი ხალხია ჩარეული, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და მთელი ეს დაკვირვებები ხდება და ეს ფსიქოლოგი სპეციალურად ასე ვთქვათ, ნდობის ფსიქოლოგი სასამართლოსათვის, რომელიც ალბათ იყო გამოცდილი, რომელსაც ჰქონდა ასე ვთქვათ, დიდი ცხოვრებისეული პროფესიული გამოცდილება, ის რომ იტყვის, რომ ერთი სიტყვაც არ არის აქ საეჭვო, ეს 100%-იან რასაც ამბობს, ეს უნდა იყოს სიმართლე. რასაკვირველია, საზოგადოებაც იჯერებს, მით უმეტეს გერმანელი საზოგადოება არის დირექტივების მიმყოლი, ზემოდან უთხეს რაღაცა და აი ამ ოჯახის გარიყვა, მათი შეძულება, მათი
ისე შეიძლება ემოციურად არა, როგორც ჩვენთან ეს მოხდებოდა და ხდება, მაგრამ აქაც მოხდა ეს. მოკლედ და ამ ახლო წრის, რომელიც აკვირდებოდა, იცოდა ოჯახის სიტუაცია, მათი შეფასება იყო მხოლოდ ის, რომ მშობლებმა დაუშვეს მხოლოდ ერთადერთი შეცდომა, ისინი ამბობდნენ, რომ ამ გოგონას თავის დროზე არ დაუსვეს მსხრებიო. მოკლედ გაიზარდა ჟოზეფინე. მას ყავდა მეგობარი ბიჭი, რომელთანაც ის დაქორწინდა. ვიტყოდ, კიდევ გავუსმევ ხაზს, რომ ამ გოგონას ჰქონდა სკოლაშივე მიდრეკილება თავი მსხვერპლად წარმოეჩინა. მაგალითად, ის ყვებოდა და უყვებოდა თავის ახლო წრეს და თავის შემდგომ თავის მეუღლესაც, როგორც მახსოვს, რომ ის იყო მობინგის მსხვერპლი. და ის, რასაც ყვებოდა, აი ეს დეტალები, შემდეგ გაირკვა, რომ ის კი არა, სხვა იყო, სხვა კლასელი იყო. აი მას გადახდა ეს, მაგრამ ის გოგონა ჟოზეფინე ყვებოდა თავის თავზე. ესე იგი, მას ჰქონდა მიდრეკილება ბავშვობიდანვე თავი მსხვერპლად წარმოეჩინა და თუ რაღაცას გაიგებდა რაღაცას, ასე ვთქვათ, ისტორიებს, ის ისტორიები თავის თავზე მოეყოლა. აი ეს არის, ესე იგი, ამ ყვითელის ძალიან ესეთი ყვითელი ფერის, ვინც თქვენ ჩემ ვიდეოებს და ჩემს გვერდს ადევნებთ თვალყურს, აი ამ ტესტის მიხედვით ყვითელი ფერის შთელოვანი გამოვლენა, როცა სხვისი განვლილი შენ, ესე იგი, შენ საკუთარ თავზე უკვე ისე იჯერებს შეიძლება, რომ პათოლოგიურად უკვე შენ გჯერა, ან შეიძლება არც ჯეროდა. მე არა მაქვს ის იმდენი ინფორმაცია მასზე, ის არ მომისმენი არც ერთ ინტერვიუში, რომ ჩემი პირადი შთაბეჭდილება შემექმნა. შემდეგ მოიმდომა დაქორწინება, მშობლები ხელს უწყობენ და რადგანაც დედა და მამინაცვალი, რომელსაც ის საუკეთესო მამად ახმოვანებდა, არიან ერთად სიამტკბილობაში და ჟოზეფინეს იდეა ყოფილა, რომ ისინი ერთად დაქორწინებულიყვნენ და ნახეთ ორმაგი ქორწილი მოხდა ბედნიერად და მისი იდეა იყო, რომ ისინი ერთად საცხოვრებლად ერთმანეთთან ახლოს გადასულიყვნენ. ამიტომაც ისინი აი ამ ლანდის სხვა ქალაქიდან იღებენ აი ამ ულამაზეს ქალაქში, რომელიც არის საკურორტო ქალაქი გოსლა, იქ იღებენ სახლში, სადაც მრავალბინიანი სახლი არის, ბინებს ერთმანეთის გვერდიგვერდ ძალიან ახლოს. ის დაორსულდება, ბავშვი ეყოლება, აი ბავშვი რომ გამოვა სამშობიაროდან, იქ უკვე მას უკვე დეპრესიული განწყობები ძალიან უმძიმდება, როგორც ჩანს და ეხლა აქ საინტერესო რაღაც ხდება, რომელიც მაშინ არ იცოდა საზოგადოებამ და არც რასაკვირველი, არც გულისხმობ საზოგადოებაში უპირველესად თქვათ მის გამოძიებას და შემდეგ რა ინფორმაციას გამოდიოდა გარეთ, რომ ის მეუღლეს უყვებოდა აი ამ ისტორიებს, რომელთაც ადანაშაულებდა მშობლებს. რომ მშობლები მას აწამებდნენ, ცუდად ექცეოდნენ ბავშვობაში, სექსუალურად ძალადობდნენ და მშობლებთან ყვებოდა იგივე ისტორიებს ქმართან მიმართებაში. ისე რომ მათ როგორც საიდუმლოს, მათ არ იცოდნენ და ორივე მხარეზე ხდებოდა, ორივე მხარეს განწყობა ხდებოდა ერთმანეთის მიმართ უარყოფითად და ბოლოს მოხდა ისე, რომ მან საჩივარი შეიტანა ორივეზე, რომ როგორც ქმარი, ასევე მშობლები თუნდაც მასზე ძალადობდნენ და ეს არის, იცით, აი Me Too-ს ესეთი კამპანია ბოლო წლებში მოგეხსენებათ, რომ ძალიან 10 წლეულებშიც ძალიან ინტენსიურად მიდის ბრძოლა თუნდაც მამაკაცის წინააღმდეგ, თეთრი მამაკაცის წინააღმდეგ, ეს არის ცნობილი ფაქტი სამწუხაროდ, რადგან ეს მიეკუთვნება აი ამ ლიბერალურ, ფსევდოლიბერალურ განვითარებასაც ასევე და თუ კომპლიმენტი გაუკეთე, თუ კომპლიმენტი უთხარი ურალამაზად გამოიყურებით ქალს, მამაკაცი ვერც გაბედავს ამას, მე ვფიქრობ დღევანდელ გერმანიაში, თქვენ შეიძლება სამუშაო დაკარგოთ, კარიერა დაკარგოთ და შეიძლება განცხადება, რომ ეს სექსუალურად ავიწროვებთ ქალს, ესეც კი მიიღოთ, იმიტომ რომ რას ქვეს კი თქვენ გროევნებით, რომ რა ლამაზად გამოიყურებით, თქვენ ამ ქალბატონს ესე იგი, ამ ქალბატონის რედუცირებას ახდენთ მის გარეგნობაზე და ის კიდევ ბევრად მეტია და ეს მის პიროვნებას შეურაცხყოფს. აი, ასე დაუბრუნდეთ ახლა ამ სიტუაციას.
მისი ადვოკატი, მისი ფსიქიატრი, ამ ჟოზეფინაზე ვამბობ, იმდენად იყვნენ მისგან როგორც ჩანს, იცით, მისი გავლენის ქვეშ და შემდეგ თვითონ აი ამ პოდკასტებში ლაპარაკობენ манипуლირებაზე, ეს არ არის ის სიტყვა, რომელსაც მე ჩემი ინიციატივით ხმარობ, манипуლირებული, რომ ისინი სამუშაო დროის იქეთ დროსაც უთმობენ მას უფლება აქვს, რომ დაურეკოს მათ ნებისმიერ დროს და ესე იგი როგორც მის ფსიქოთერაპევტთან აქვს, როგორც აი რაღაც თქოს დედასთან რო გაქვს ურთიერთობა, რასაც გინდა, როგორც გინდა, რა დროსაც გინდა, აი ასე. ესე იგი ზღვრების გადაცილება ხდება, პროფესიული ზღვრების დარღვევა ხდება. შემდეგ მას აქვს ძალიან, მას უჯერებს მთავარი პროკურორი და ეს მთავარი პროკურორი თუ შენიშნავს მე რომ პოლიცია რომელიც არ არის ამის გავლენის ქვეშ და რომელიც მუშაობს აკრებულად და ამით არის ცნობილი თუ რასაკვირველია არ გამოერია ვიღაცა აქაც აი რასაც ტიპიურ გერმანულს ვამბობ ეს აკრებული ეს დაკვირვება ეს ცივი გონებით მიდგომა რომელიც ამ საქმეს ასე უხდება აი პოლიციამ რაც მოკრიბა რასაც დააკვირდა და ამასვე მიეკუთვნება ხელის ტელეფონში ჩანაწერები ასევე წაშლილი ჩანაწერების აღდგენა ასევე იცით ტელეფონის გარეშე ჩვენ ხო რასაც ვეძებთ Google-ში იმის აღდგენაც შეიძლება იმიტომ ტელეფონი შეიძლება მოისროლო მაგრამ აი შენი დარეგისტრებული რომ იყავი თუნდაც ანონიმურად შეიძლება გამორკვევა შენ რას ეძებდი და აქედან აი პოლიციას ეპარება ეჭვი თავიდანვე მის ჩვენებებში და მის 100%-იან სიმართლეში, იმიტომ ის ამჩნევს, იცით, ის ამჩნევს წინააღმდეგობრიობას ამ მის ფაქტებსა და იმაში, რასაც ეს ამბობს. ეს რასაკვირველია შეიძლება აიხსნას იმით და ასე ხსნიდან, რომ ეს როცა ასეთ მდგომარეობაში ადამიანი, მას ხო ყველაფრის გათვალისწინება არ შეუძლია, იქ რაღაც რიცხვები აურია, იქ ეს რაღაც ეს მოხდა, ის რაღაც ერთმანეთს არ დაემთხვა, თავარია ეს ასეთ საშინელ დანაშაულს ვინ მოიფიქრებს, რომ საკუთარ მშობლებს თუ ისინი მართლა არ არიან ჩარეული, არ არიან დამნაშავეები, საკუთარ მშობლებს დააბრალოს და მოკლედ ამ პოლიციას გამოცვლიან რას ნიშნავს? ესე იგი, ქალაქის პოლიციას მოუხსნიან ამ საქმეს და სხვა ქალაქის პოლიციას გადააბარებენ, რადგან არ უნდათ რომ მოწინააღმდეგე ჰყავდეთ. მოკლედ, შეიკრება წრე, სასამართლოს ფსიქოლოგი თუ ეს მთავარი პროკურორი გინდა, ადვოკატი, ამისი ადვოკატი რომლის ხმასაც დიდი წონა აქვს მისი ესე იგი ეს უზარმაზარი წარმოუდგენელი ბრალდებები როცა ადამიანს ვის შეუძლია მშობელზე ასეთი რამის აი ეს ასეთი რამის თქმა და იცით ეს მაგალითად შემდგომში აღმოჩნდა და არ გაარკვიეს კარგად, რადგანაც აი ამ პოლიციასადმი უნდობლობამ, რომელიც აქ აი ამ ასეთ ფაქტების, აი ესე არის განაწილებული, რომ აი ამ ფაქტების მოძიებაში არის, თქვათ, მთავარი აღსრულებელი, რომ მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიებას. აი მესამე უნდობლობამ გამოიწვია ის, რომ მაგალითად განცხადებები, რომლებითაც ამ მას და ანუ მის მსგავს ადამიანს სთავაზობდნენ სექსუალური კავშირებისათვის და ესეთი პროსტიტუციისათვის, თურმე მისი ესე იგი ის იდგა უკან, ის აკეთებდა ამ განცხადებს, ჟოზეფინი აკეთებდა ამ განცხადებებს. შემდეგ ის აი ეს დაჭერა მშობლების მოხდა იმ დღეს, როცა ისინი ერთად იყვნენ, ერთად ისიამონეს რესტორანში შესულან თუ იგი ეს რესტორანი იყო თუ რაღაც სხვა რესტორანი აღარ მახსოვს. იცით, მოდიან სახლში, მშობლები შედიან თავის ბინაში, ის თავის ბინაში და ეს ამ დროს უკვე თავის ადვოკატთან უკვე გამზადებული აქვს ეს გეგმა, რომ უნდა უთხრას, რომ მშობლებს მისი მოცილება უნდათ. რომ უნდათ რადგანაც ისინი მათ ეშინიათ რომ ის ამ ყველაფერს საჯაროდ გამოიტანს და ისინი მას მოკვლას უპირებენ და რომ ის უნდა გადაარჩინონ და ამ დროს დედა წელს ტელეფონის WhatsApp-ით თუ Messenger-ით ეს უბრალოდ აღარ მახსოვს რომ ჩემო საყვარელო თუ აი ჩემო მიყვარხარ ყველაზე ძალიან და ესეთ და ძილინებისას უსურვებს და ისიც ასევე ტკბილად პასუხობს და ეხლა წარმოგიდგენიათ და ის
დგინდება შემდგომ და რომ თვითონ მაშინ Google-ში გაარკვია რა წამლის დოზა არ იქნებოდა სიცოცხლისათვის საშიში და ისე ასე ვთქვათ, მოწამვლის სცენა აქვს, ისე დადგმული და შეტყობინებაში წასულია უკვე ამ ადვოკატთან, რომ მოკლედ პოლიცია რომ მოვარდება და ნახავს, რომ ესე იგი ესეთ საწყოში წერს და აშკარად რაღაცა მიღებული აქვს და მიიღო ეს დოზა, რომელიც იცოდა რომ მას არ მოკლავდა. და იმ მომენტში არ იციან, რომ ეს დოზა მისი მიღებულია და სჯერათ, რომ ესეც მშობლებმა მოუწყვეს. შემდეგ და მშობლების თავდასხმას აკეთებს მშობლების ბინაზე და ისინი აი ესე ლოგინიდან ესე პირდაპირ ციხეში მიჰყავს. ესეთი მომენტია კიდევ გასათვალისწინებელი, რომ ხო პირველად რომ უჩივლა ჟოზეფინემ ქმარს და მშობლებს შეიტანა საჩივარი, რომ გადახედეს, მაშინ მას არ დაუჯერეს. არ დაუჯერეს და მშობლებმა შეატყობინეს და იმათ რომ შოკი მიიღეს, ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მე მგონი როგორც მივხვდი 1-2 წლის წინ იყო. იმდენი ინფორმაცია, რომ მე ამ ყველაფრის დამახსოვრება მით უმეტეს ძალიან ემოციურად იღებ ასეთ ინფორმაციას გამეჭირდა, მაგრამ ეს არის ფაქტები, რაზეც მოგახსენებთ. არ დაუჯერეს მას და მით უმეტეს და იცით დედამისმა მაშინ აღიქვა რომ შვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ იმდენად შესაკვირველია შეაძრწუნა აი ამ პირველი ვარიანტი იყო მსუბუქი, უფრო მსუბუქი ვიდრე შემდეგ მეორე ვარიანტი. რადგან პირველმა ვარიანტმა არ გაამართლა, შემდგომ უკვე ძალიან აკრებულად. ესე იგი, ძალიან აზრიანი გოგო ყოფილა იმ კუთხით, რომ ყველაფერი გამოიყენა, ყველაფერი ისე ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამდენი ხალხი და სასამართლო შესტომასი შეიყვანა. და აი დაუბრუნდებით იმ ფაქტს, რომ შეიტანა საჩივარი და რომ გაუბათილეს ეს საჩივარი პირველად და არც ქმარი გასცილდა და მშობლები შოკირებულები არიან დისტანციაზე გასულები და უთხრეს, რომ არა მოდი ჩვენ ნუ ვღარ დაგვეკონტაქტები და ამ დროს მათ აქვთ არაფერი საშუალება არ აქვს, რომ ტყობა დედამ დაბლოკა ის კომუნიკაციაში, რომ დედას დაუწეროს რამე და მათ ქონიათ ერთობლივი Netflix-ის ანგარიში კონტო. ხო და იმდენად აზრიანი, ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, როგორი გათვლა ჰქონდა. მან იცოდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ დედას იმ მომენტში, როცა დედამისი იყო რაღაც მოშობილ მდგომარეობაში, Netflix-ის ფილმებს როდის უყურებ. და დაენახა და აი ამ ანგარიში სახელი შეცვალა დედა ძალიან გთხოვ თუ გეხოცები დამეკავშირდეთ აი მაგის მსგავსი ისეთი შვილის ისეთი რო იტყვიან პოზიციიდან რომ დედამის გულმა არ გაუძლო და შეეხმიანა და მიუტევა ის რაც იყო ჩათვალა რომ შვილს პრობლემა ჰქონდა და ეს პრობლემა მოგვარდა მაგრამ ეს აღმოჩნდა დედისთვის ფატალური იმ კუთხით რომ რადგანაც პირველმა არ გაამართლა შემდეგ ის აღმოჩნდა ფსიქიატრიაში დრო უტყობა საკმარისი ჰქონდა გაიცნო ახალგაზრდა ქალი რომელთანაც ის შევიდა ეს ქმართან გაცილებულია ალბათ შვილს პატრონობს იუგენდ ამტი როგორც თქვენთან არის სოციალური მუშაკები, სოციალური სამსახური განაგებს მის ბედს, მე ესე ვფიქრობ და ის აი ამ ახლად გაცნობილთან, რომელიც მასთან ოთახს იყოფს ფსიქიატრიულ სამავთყოფოში, შედის ურთიერთობაში, ანუ ლესბიურ ურთიერთობაში შედის, ეს ქალი არის გამყიდველი, ჰყავს მშობლები და ამ ქალს დააჯერებს, რომ მსხვერპლია, რომ მას არ უჯერებენ და ამ ქალთან ერთად, აი როცა გამოვლენ, ისინი გახდებიან წყვილი, ამ ქალს აქვს 50,000 ევრო თავისი დანაზოგი, ეს ფული სწრაფად გაქრება, რადგან აი ისინი თავის თავისუფლებას აძლევენ, რომ ბედნიერად იცხოვრონ, ეს ქალი მუშაობს კიდეც და ამ ქალს თხოვს, რომ დადგან ვიდეოები, რომლებიც
რომლების დაადასტურებენ, რომ ის ნამდვილად არ ტყუის და რომ ის ნამდვილად არის მსხვერპლი ძალადობის და აი ამ ვიდეოებში ხდება, ესე იგი, მტვერსასრუთს რომ დაიჭერ თურმე, ესე იგი, კანზე და მე დალოჯებები განვითარდება და ეს სხვადასხვა მეთოდებით და ასევე ისეთი აუთენტურად დადგმული ძალადობის ვიდეოები შექმნა მოხდა, რომ შემდეგ აი ამ ვიდეოების გადაცემა რომ მოხდა, ეს ქალი, ეს ამის მეგობარი ქალი დაიჭირეს 6 წელიწადი მისცეს, რადგან მე არ ვიცი ესეთი რამე როგორ არის შესაძლებელი, ისეთი манипуლირება მოხდა აი ამ ჟოზეფინეს მიერ, აი ამ მირიამზე, რომ ეს ქალი udanașaulot მისი დანაშაული იყო ის, რომ ის მან მოინდომა დახმარება თავისი მეგობარი საყვარელი ადამიანის, რათა მისთვის დაეჯერებინათ და რადგანაც ეს ვიდეოებში არის 6 წლით და დაევალება რომ მირიამს უხადოს მსხვერპლის პენსია თანაც. და ისეთი манипуლირებული იყო, რომ ის მასაც კი იტყვის, რომ ჩემმა მშობლებმა, ესე იგი, აი ამ მეგობრის მშობლებიც კი იყვნენ, რომ მირიამი ესე ამ ჟოზეფინეს წამებაში ჩართულიო, საკუთარი მშობლები, დედამის შემდგომ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, რადგან ეს ამბავი რომ გაჟღერდა, სახლის წინ ხან უკაცრავად ხან ფეკალიებით სავსე ქოთნები დაუვდეს, ხან რა ხალხის რეაქცია იყო ძალიან განრისხებული, ესე იგი, ეს ორი ოჯახის განადგურება მოხდა, როგორც შემდგომ გაირკვა ჟოზეფინეს ავანტყოფური ფანტაზიების და გათვლების გამო. ეხლა ფსიქოლოგიაში არის ესეთი, ვინც იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, ის იმას ეცოდინება, რომ სულ ერთია რა მძიმე დანაშაული ხდება იმ მომენტში, იმ ადამიანს რაღაცაში აწყობს. ასე ვთქვათ, რაღაცის იღებს იქედან. სხვანაირად ის ასეთ აკრიბულ, სპონტანურ კი არა, დააგეგმილ რამეს ხომ არ როგორ შეძლებს, იმიტომ აქ ძალიან ბევრი ცოდნა გჭირდება, ძალიან ბევრი რაღაცის გარკვევა გჭირდება. აღწერილი არის აი ამ პოდკასტში, რომ სასამართლო რომ მოვიდა ამის მეგობარი ქალის მირიამის და ის რომ 6 წელი რომ მიუსაჯეს, მისი გაუგნებული სახე არის, რომ უცებ ხედავს, რომ დანაშაულის სკამზე არის. ესე იგი, იმდენად იყო манипуლირებული, რომ ის ვერც ამჩნევდა. თურმე ბოლო ხანებამდე ისევ ციხეში ზის და აი ეს ამბავი რომ გახმაურდა 2024 წლის ბოლოს კითხვა იყო რომ რატომ ზის ციხეში და შეიძლება ეგეც აი ეს ბოლო ხანებში შეიძლება უკვე ციხიდანაც კი გამოუშვეს მისი ერთადერთი ბრალი რასაც წაუყენებენ იქნება ის რომ ის დაეხმარა აი ამ ტყუილი ვიდეოების შექმნაში. შემდგომ გაირკვა რომ ეხლა ვიდეოებს რო ქნით ეს ხო ჩვენ ხო ნაწილი შეგვიძლია მოვაჭრათ და აი ეს სწორედ გამოძიებას რომ ხელი შეუშალეს არ მოხდა მაშინ დროზე გარკვევა და შემდგომ გაირკვა რომ ის ვიდეოები სადაც ჟოზეფინეს თურმე ეს მირიამი ამათრახებს და ესე რაღაც სადისტურ რაღაცებს უკეთებს მანამდე ქალები კისკისებენ და მერე იწყებენ აი ამ თამაშს და რადგანაც ეს კისკისის ეს ჩამონაჭერი გვიან დაადგინეს, გვიან ნახეს, ამიტომაც ის მიიღო გამოძიება, აი ნახეთ მეორე პროცესი იყო მეგობარი ქალის წინააღმდეგ. ეს ისეთი წარმოუდგენელი რაღაც არის, რომ არ იყოს ის, აი ნახეთ, რომ არ იყოს რეალობა, რომ არ იყოს გერმანიაში, რომ არ იყოს ეს პოდკასტები, რომ არ იყოს უკვე პატარა ქალაქი, სადაც ყველას იცნობს ეს ამბავი, იტყოდი რომ წიგში რომ წამეკითხა, მე ვიტყოდი რომ რა ფანტაზიის პატრონი ყოფილა ავტორი, მაგრამ ეს არის რეალობა. შემდეგ იცით ძალიან საინტერესო ესეთი რამე მოხდა ამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო. როცა აი მშობლებმა მიხვდნენ რომ მათ არ უჯერებენ, მათი განაჩენი უკვე გამოტანილია და პირველ ინსტანციაში საერთოდ ხმა არ ამოიღეს და ესეც მიიღო საზოგადოებამ იმის დასტურად რომ აი ნახე ესე რა აქვს ლაპარაკო, უნდა გაჩერდნენ აბა რა. და ასევე გამოძიებამაც. მაგრამ მადლობა ღმერთს სამართლებრივ სახელმწიფოში და ეს არის ძალიან დიდი პლუსი
თუ ცხოვრობ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც შენ შეგიძლია გამოტანილი განაჩენი გაასაჩირო. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევები ვიცით, ეს ამერიკაშიც კიდე და ყველა ქვეყანაშიც, რომ აი იქ მით ამერიკაში უფრო იმიტომ, რომ იქ სიკვდილს რო ურჩიან, აი ზოგი სიკვდილის შემდეგ გაამართლეს, ზოგს მიუსწრო იმ ახალმა გამოძიებამ და ტყუილად აბრალებდნენ და აი მშობლებმა გაასაჩივრეს, მივიდნენ ბოლო ინსტანციამდე და აღმოჩნდა ძალიან ბევრი ლაფსუსი, იმიტომ რომ ჟოზეფინემ შეძლო ამდენი ხალხის მანიპულირება. ეხლა მშობლების ადვოკატი, როგორც გავიგე, აქვს არჩელი შეტანილი მაშინდელი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ, რადგან ისიც იყო მთავარი ფიგურა, რადგან მისი გული ეწოდა გოგონას ბავშვობის და შემდგომ ახალგაზრდობის ძიმე ისტორიით. მოკლედ, შემდგომ დანიშნეს ეს საქმე, კიდევ უფრო დაწვრილებით აკრებულად იმუშავა პოლიციამ და გაამართლეს მშობლები, რომლებიც გამოვიდნენ 2024 წლის ბოლოს 2 წლიანი ციხეში ჯდომის შემდეგ, ყველაფერ დაკარგული ადამიანები, ის ადამიანები არა, რომლებიც მანამდე იყვნენ. მამამის დაუწყია მუშაობა და წავიდნენ სხვა ქალაქში საცხოვრებლად, რადგან იცით, ეს როგორც მე ახლა ზოგადად მაშინ აღვიქვი და მე ჩაუხმავდი, ადამიანების უმეტესობა ისეთია, რომ ზოგმა მაშინ ერთხელ გაიგო, რომ შენ ასეთი რაღაცა ჩაიდინე, ის მერე კი არ ადევნებს თვალყურს და კი არ გადაამოწმებს, მის თვალში ხარ და რჩები ისე ის საშინელი დამნაშავე და იძულებულები გახდნენ ხალხის უმეტესი ნაწილი, შეიძლება გახდეს ბრბოს ნაწილი, რომელიც ერთხელ რაღაც მიღებული ინფორმაციას აყვება და იძულებული გახდნენ, რომ იქ სადაც ცხოვრობდნენ და კარგად ცხოვრობდნენ, გადასულიყვნენ სხვაგან საიდუმლო მისამართით, ისე რომ არავინ რომ არაფერი არ იცის, თურმე მამამისი მუშაობს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გვარების შეცვლის უფლებაც მისცა პოლიციამ და დედამის თურმე ეშინია სახლიდან გასვლა და მხოლოდ ვინეს თანხლებით გადის სახელიდან აუცილებელ საქმეზე და რატო ისი ეშინია? მას ეშინია, რომ შვილი მოაკითხავს მას და ის მისი გული ვერ გაძლებს და შვილს მიიღებს, რადგან მასთან ისაუბრა სწორედ აი ამ პოდკასტის ჟურნალისტმა, რომელიც აი ამ პროცესს აშუქებდა, სანამ, ასე ვთქვათ, მე მგონი აი ეს პროცესის პერიოდში თუ აი გამართლების შემდეგ. და აი ამ საუბარში დედა ამბობს, რომ ის არის ჩემი შვილი და მე ის არ მძურს, მაგრამ ფაქტი არის, რომ შვილმა დაუნგრია მათ ასე ცხოვრება და მათ უნდათ, რომ ესე იგი ეს წესიც მოითხოვს, რომ მათაც შეიტანეს სარჩელი მხოლოდ თუნდაც იმიტომ, რომ მოხდეს ჟოზეფინეზე დაკვირვება, რათა მან თავის შემდგომ ცხოვრებაში სხვა მსხვერპლი არ გამოიწვიოს. ეხლა კიდევ ერთმა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ ყოფილა ეს ბოლო სხდომა, რომელზეც მშობლები გამოაცხადეს უდანაშაულოდ. აი ამ სხდომაზე ყოფილა ჟოზეფინე, ესე იგი, აქ ცნობილი ფაქტია და ისეც ბევრი, ვთქვათ, ბევრი იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ შენ თუ ხარ ძალიან ისეთი მძიმე დანაშაულის მსხვერპლი, შენი ყოველი გამოჩენა იმდენად შეიძლება დამტვირთვავი იყოს ფსიქიკურად შენთვის, რომ გაძლევს აქ კანონმდებლობა უფლებას, რომ შენ არ მოხვიდი, ან ადვოკატი მოვიდეს შენს მაგივრად, რომ შენ ეს ყველაფერი კიდევ არ გაიარო, ან დატვირთვა არ მიიღო. თურმე ამ ბოლო სხდომაზე ჟოზეფინე მოსულა, ისე ჩაცმული ეს რაღაც ის კოსტუმჩიკით, ისე თითქოს აი პროკურორები რომ შეიძლება იყოს გამოწყობილი და იქ როცა გამოაცხადეს მშობლების გამართლება, იქ თავისი სიტყვაც უთქვია, მოკლედ ისეთი შოუ დაუდგია და თანაც იყურებოდა ფანჯრისაკენ, ნუ მოხდა ისე, რომ სასამართლომ ის დარბაზიდან სასწრაფოთი გააყვანინა. და საცხოვრობს, ფაქტია, რომ ის იმ ქალაქში აღარ ცხოვრობს. გაჟღერდა რამდენიმე დიაგნოზი, დაახლოებით ესე 3 დიაგნოზი გაჟღერდა მისთან დამოკიდებულებაში, ასევე
გაჟღერდა ბევრი რამე, რომელიც მაშინ არ იცოდა საზოგადოებამ და ეს ჟურნალისტი აჟღერებს ასეთ საუბარს მასთან, რადგან ის იყო პიროვნება, ეს ბიჭი რომ იყო პიროვნება, რომელიც აშუქებდა და ყველასთან შემდეგ ინტერვიუს უფლებაც მოიპოვა, მისცეს უფლება. ისე უბნება, რომ დასაწყისში არის ეს, რომ აიო იცითო, ესო ინსტაგრამზე და ეს სოციალურ ქსელებში რომ ამბობენ რომ მეოს მსხვერპლი ვარო ესენიო არ არიანო ნამდვილი მსხვერპლებიო და ისენიო ჩვენო ნამდვილ მსხვერპლებსო ცუდ სამსახურს გვიწევენო. ანუ თვითონ რაც გააკეთა ის აი ესეთი манипуლატიური ფრაზით გამოიწვია ამისით კიდევ მეტი თანაგრძობა, რომ აი ნახე ნამდვილ მსხვერპლს არ აქვს იოლად საქმე, რადგანაც გარდა იმისა, რომ ის დამნაშავები და სხვა ურთულებენ ცხოვრებას და ესე გაუმწარეს ცხოვრება, არამედ აი ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ესე გამეკეთეს, ეს შემემთხვა, ესეთი ამბავი გადავიტანე, თურმე ისინიც ურთულებენ მას ცხოვრებას. და ეხლანდელი სიტუაცია არის ასეთი, რომ დიდი ალბათობით მოხდება ჟოზეფინეს წინააღმდეგ, თუ არ არის აღწრული სარჩელის აღწრვა, რადგან ეს არის წარმოუდგენელი რამე, ეს არის დიდი დანაშაული, შესაძლებელია მოხდეს, მე ვფიქრობ, რომ ასევე მირიამს წლებს გაუნოლებენ, რადგანაც 6 წელი ჰქონდა და მის როგორც დამხმარეს, ასევე მოუწევს თავის დაცვა. იცით, ეხლა მე ვფიქრობ, რამე არ გამომრჩეს კიდევ აი ამ ისტორიაში, რომელიც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნებოდა საინტერესო. აი ვფიქრობ მე რომ რა мотиваცია ჰქონდა ჟოზეფინეს და ეს მისი აი ამ ისტორიიდან გამომდინარე ერთადერთი мотиваცია შეიძლება ყოფილიყო, რომ ის მოქცეულიყო ყურადღების და მსურველობის ცენტრში, რომ ის მისთვის მიეცათ ის რაღაცა რაც მას შინაგანად ეკლდა. შესაძლებელია იყო მის ცხოვრებაში დეტალები, და ალბათ იყო მის ცხოვრებაში დეტალები, რომლებმაც მისი ფსიქოტიპი, რომელიც ალბათ უკვე ჰქონდა გარკვეული მზაობა, აი უზარმაზარ დეფიციტში და აი ამ მის ჩრდილოვან გამოვლენებაში შეიყვანა. მაგრამ საკუთარი მშობლების და განსაკუთრებით დედის მიმართ ეს არის აი რაღაც უზარმაზარი ტრაგედია, რომლის გააზრება და დაჯერებაც კი გიჭირს ადამიანს და აი ეხლა აი ამ ჩემი ვიდეოს მიზანი არის ის, რომ იცით, ჩვენ ვერასოდეს პროგნოზირებას ვერ გავუკეთებთ 100%-ით ადამიანის ფსიქიკას. რადგან თუ გამოცდილი ფსიქოლოგი დარწმუნებული იყო, რომ ის, რასაც ჟოზეფინე ამბობს, რომ ეს 100%-იანია და ეს არ შეიძლება რომ გამოგონილი იყოს, აი შემდგომა განვითარებამ სულ სხვა შედეგი აჩვენა. ასევე ძალიან საინტერესო რამ არის, რომ ჟოზეფინე შემდგომ აი რამ გამოიწვია აი ამ საქმის ესე უცებ აღერაება. მან დაუშვა, ასე ვთქვათ, ამ თავის გათვლებში შეცდომა, გაიცნო ადამიანი, რომელსაც დაუწყო აი ასეთი ბრალდებების წაყენება. მაგრამ ეს ადამიანი აღმოჩნდა დაკვირვებული და მან მოახდინა ეს დოკუმენტაცია თუ როგორ იწვავდა საკუთარ კლავებს, იყენებდა ჭრილობებს, როგორც გითხარით, მტვერსასრუტით ამ ლურჯ ლაქებს, რომ აი ეჩვენებინა, რომ აი მე ვარ აი ამ ადამიანთან მსხვერპლი, ესე იგი ეს ძალადობს ჩემზე, აბა ეს ლურჯი და ლურჯებები და ეს დაკაწრულები და ეს სიგარეტით ამოწვა ეს საიდან
საიდან მოვიდა და უმეტესად უჯერებენ ხოლმე ასეთ მსხვერპლს, აბა საიდან ფიქრებ, რომ ადამიანი თვითონ იწყებს ამ საკუთარი თავისათვის ჭრილობების მიყენებას, რასაკვირველი არსებობს, მაგრამ ის უკვე გამოცდილი, უკვე დაცდილი მეთოდებით ალბათ ექნებოდა წარმატება, რომ არ ყოფილიყო, იცით, ნახეთ, აი წინა ისტორიასთან შედარებამ აჩვენა ძალიან დიდი პარალელები და უკვე ის ფაქტი, რომ აი პოლიციას ჰქონდა ეჭვი და ეს ეჭვი უკვე გდებული იქნა, უკვე შეიძლება სხვა ხალხის ხელში მოხვდა მისი საქმე და უკვე გამოიკვეთა სურათი ქალის, რომელიც ჯერ თავის პირველ ქმარს, შემდეგ თავის მშობლებს, შემდეგ თავის მეგობარ ქალს და კიდევ აი ეს უკვე ნახეთ ამ კიდევ ერთ ადამიანს კიდევ ადანაშაულებს ერთი და იგივე დანაშაულის ჩადენაში და რომ ეს რაღაც არარეალური არის. აი ეს ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან დიდი და იმთამაშა ძალიან დიდი როლი, რომ მისი ასე ვთქვათ, მონაყოლი არ დაიჯერეს და უკვე როცა სხვა პოზიციიდან შეხედეს, იცით, იმ პოზიციიდან შეხედეს, რომ აი თუ ეს ასია და თუ ის მართლა ყველაფერს არ სინამდვილეში არ მოხდარა, რასაც ამბობს და უკვე ბევრი რაღაცა გამოიკვეთა, რომელიც ერთმანეთს არ ეთანხმებოდა, რომელსაც ადრე უყურებდნენ, რომ აი ესე ტრავმირებულ ადამიანს შეიძლება შეეშალოს, ეს თქვას, ის თქვას, ან რაღაცა რიცხვებში გადაცდომა ჰქონდეს, მაგრამ აი ნახეთ, ეს უკვე სულ სხვა გადმოსახედიდან უკვე სულ სხვანაირად გამოჩნდა. და მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ მშობლები გამოვიდნენ, მოხდა მაინც სამართალმა იზეიმა, მართალია დაგვიანებით, მართალია მძიმე შედეგებით, მამამისმა თქვა, რომ ის მასთან ღამე მოდიოდნენ და ხდება, სცემდნენ მას, თქვენ წარმოგიდგენიათ, აქაც ესეთი ჰიერარქიაში ძალიან დაბლად გეხარ, თუ შენ შედიხარ აი ამ განაჩენით და აი ასეთი ამ ისტორიების დავიწყება მათ რასაკვირველი არ შეეძლებათ, განსაკუთრებით როგორ შეიძლება ამის დავიწყება, როცა აი ამ ისტორიების უკან დგას შენი ერთადერთი შვილი, როგორც მივხვდი, მამინაცვალს სხვა შვილები არ ჰყოლია. ამიტომაც უნდა როცა რაღაცა ხდება, საზოგადოება და ჩვენ ადამიანები ვიჭერთ მხარს, შევდივართ ემოციებში და აი ამ ჩვენი ემოციებიდან გამომდინარე ჩვენ გამოვუტანთ განაჩენს და სამართლებრივ სახელმწიფოში კი აი რასაც ქვია საგამოძიებო ორგანოები, ისინი აი ამ ემოციებს წესით არ უნდა ყვებოდნენ, რაც ახლა აქ აი ძალიან მიგვირს მე, აქ მთავარი პროკურორი აყვა ამ ემოციებს და ახლა მოუწევს თავის მართლება, თავის დამნაშავის როლში ყოფნა, იმიტომ მისი შეცდომით მოხდა აი ამ ადამიანების ცხოვრების განადგურება. და თუ ჩვენ გამოვიჩენთ აი ამ სიზუსტეს, რომ ემოციას ავყვებით, უნდა იყოს ეს სამართლებრივი მხარე, რომელიც მიუდგება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით, ცივი გონებით გაანალიზებს, შეაჯერებს ფაქტებს, რათა დაცული იქნეს სამართლიანობა. ახლა იმედია ეს თქვენ ეს ამ ისტორიამ ის სიმძიმე არ მოგიტანათ, მე ძალიან ეს დღგონებაზე ვერ მოვედი, იმიტომ რაც გაგებული მქონდა, რომ ჩაუღრმავდი, შემდეგ გავიაზრე და ვუსურვებ ამ ჟოზეფინას, ვუსურვებ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და აი ეს რომ შესაძლებელი არის, მე ესეთი ისტორია არ გამიგია, აი ასეთი მძიმე ისტორია მშობლებთან მიმართებაში, აი აქვე ვიტყვი ხო ერთ რამეს, რომელიც სულ მახსენდებოდა. აი ამ ბიჭს ჩაეკითხება პოდკასტს, ვინც მოусმენთ, აი ამ კაცს ჩაეკითხება მისი მოსაუბრე, რომ აი არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ არა ისე მთლად ისე ცხოვერ მოიგონებდა, ეთყობა რაღაცა იყო ამ მშობლებთან, რაღაცა ხდებოდა მის ბავშვობაში, აბა საიდან, როგორ. იცით, ეხლანდელ ეპოქაში, ხო, ადრე შეიძლებოდა დაგებრალებინა ვერ გამოემშღავნებინათ.
აი ეხლანდელ ეპოქაში, როცა მშობლების სახელი ცნობილია, როცა შენ შეგიძლია თუ ესე იგი მე ვის რა შევთავაზე რა ანგარიში მქონდა, შეიძლება სხვა სახელი ეწერა, მაგრამ ის უკან ხომ მე ვიდექი, ხო? აი ამ ვის რომელ გვერდებზე რა შესთავაზეს, ეს ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს აბრალებდა, რომ სხვადასხვა გვერდებზე ხდებოდა მისი შეთავაზება და მარტო მშობლები კი არა, ესე იგი მთელი ეს საშინელი კაცრავად ეს არ მინდა ამ სიტყვის ხმარება, ვის იყვნენ მისი როგორც ბავშვის წამებაში და ასევე შემდგომ ახალგაზრდა ქალის წამებაში და მის ასე ვთქვათ მის ამ ძალმასთან ძალადობაში იყვნენ ჩართულები და არაფერი ამის მან მიმანიშნებელი დამამტკიცებელი არ არსებობს. რასაკვირველია, ესეც შეისწავლა გამოძიებამ და ამიტომაც მოხდა მშობლების გამართლება. აბსოლუტურად არაფერი არ მიუთითებს იმ მძიმე ბრალდებების თუნდაც რაღაც მცირე ნაწილს, რომელსაც ჯოზეფინე აი ესე დაწვრილებით და აი ესეთი თანამიმდევრულობით აღწერს. ეს ერთი და შემდგომ კი მისი ქმართან ურთიერთობაში, ისინი ესეთ ვთქვათ, გაყრილები გაცილდნენ იმ პირველი ჩივილის შემდეგ ერთმანეთს, ქმართან მიმართულებაში ხო ეს ხო შედარებით ახალი ისტორია არის, სადაც ეს კომუნიკაციის საშუალებები ისეა განვითარებული, რომ ჩვენ უკვე სუყელანი როგორც ესეთი მინის კოლბაში ისე ვართ, ჩვენ ვერ დავმალავთ ვერაფერს, შეიძლება აი ახლა აი ამ მომენტში, მაგრამ საგამოძიებო ორგანოები არიან იმ მდგომარეობაში, რომ აი ასეთ ორგანიზებულ, ესე იგი ინტერნეტით განხორციელებულ ძალადობას მიყვნენ. ისე რომ ის ფაქტი, რომ შეიძლება რაღაცა მართლა ყოფილიყო აქედან მართალი, ესეც აღმოჩნდა გაბათილებული. მოკლედ ეს მოგიყევით დასაფიქრებლად და კიდევ იმისთვის ხაზის გასასმელად, რომ ჩვენი ადამიანური ფსიქოლოგია ისეთი ღრმა შრეებისაგან შედგება, რომ მასში ჩაწვდომა თვითონ აი ნახეთ, აი ამ უზარმაზარ გუნდსაც კი გაუჭირდა და ამიტომაც ითვლება ეს შემთხვევა უდიდეს იუსტიციურ სკანდალად და ასევე უდიდეს იუსტიციურ შეცდომად. ხანდახან ვფიქრობ და ჩემ თავს ჩავეკითხე და მე ვისურვებდი, რომ ჯოზეფინეს მშობლებს და მის ასე ვთქვათ პირველ მეუღლესაც მისცენ კომპენსაცია, რადგან ისინი არიან დაზარალებულები, მაგრამ ასე გერმანიაში ეს როგორც ამერიკაში ისე მიღებული არ არის და არ ვიცი თუ ყოველ შემთხვევაში რაიმეს შევიტყობ, აი ამ ვიდეოს ქვემოთ კომენტარში დავწერ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.